მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, ოპერატიული მეხსიერების მოდულს, რომელსაც ხშირად რამის სახელით მოვიხსენიებთ. ჩვენ დეტალურად მიმოვიხილავთ მის არქიტექტურას, მონაცემთა შენახვის მექანიზმებს და იმ ტექნიკურ პარამეტრებს, რომლებიც განსაზღვრავენ თანამედროვე გამოთვლითი სისტემების წარმადობას. ოპერატიული მეხსიერება არის სისტემის დროებითი მონაცემთა საცავი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან კავშირს ცენტრალურ პროცესორსა და მონაცემთა მუდმივ მატარებლებს შორის. მისი მთავარი ფუნქციაა იმ ინფორმაციის მყისიერი მიწოდება, რომელიც პროცესორს მიმდინარე ოპერაციების შესასრულებლად სჭირდება. განსხვავებით SSD ან მყარი დისკისგან, ოპერატიული მეხსიერება არის ენერგოდამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ ელექტრული მუხტის შეწყვეტისთანავე მასში არსებული ბინარული კოდი სრულად იშლება. ეს თვისება განპირობებულია მისი ფიზიკური აგებულებით, რომელიც ორიენტირებულია წაკითხვისა და ჩაწერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თუ დავაკვირდებით მეხსიერების მოდულს, მასზე განლაგებულია ინტეგრირებული მიკროსქემები, რომლებსაც მეხსიერების ჩიპებს ვუწოდებთ. თითოეული ჩიპი შედგება მილიარდობით მიკროსკოპული უჯრედისგან. ეს უჯრედები წარმოადგენს დინამიური შემთხვევითი წვდომის მეხსიერების, ანუ DRAM-ის საფუძველს. თითოეული უჯრედი შედგება ორი მთავარი ელემენტისგან, ერთი ტრანზისტორისა და ერთი კონდენსატორისგან. კონდენსატორი ინახავს ელექტრულ მუხტს, რაც ბინარულ სისტემაში ერთიანად აღიქმება, ხოლო მუხტის არარსებობა ნულს შეესაბამება. რადგან კონდენსატორები მუხტს დროთა განმავლობაში კარგავენ, მოდული ახორციელებს რეგულარულ განახლების ციკლს, რათა მონაცემთა მთლიანობა შენარჩუნდეს. თანამედროვე ოპერატიული მეხსიერება იყენებს DDR ტექნოლოგიას. ეს ნიშნავს მონაცემთა გადაცემის ორმაგ სიჩქარეს. წინამორბედი სტანდარტებისგან განსხვავებით, DDR მეხსიერებას შეუძლია ინფორმაციის გადაცემა სისტემური ტაქტური სიგნალის როგორც ასვლის, ისე დაშვების ფაზაში. ეს ტექნოლოგია აორმაგებს გამტარუნარიანობას იმავე საათის სიხშირეზე. დღეისათვის აქტუალურია DDR4 და DDR5 სტანდარტები, რომლებიც მაღალი სიხშირით და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. მოდულის წარმადობას ორი ძირითადი პარამეტრი განსაზღვრავს: სიხშირე და დაყოვნება. სიხშირე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენი მონაცემთა გადაცემის ციკლი სრულდება ერთ წამში და ის იზომება მეგაჰერცებში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია კას ლატენსი, ანუ დაყოვნება. ეს არის დროის ინტერვალი ბრძანების გაცემიდან მონაცემების რეალურ მიღებამდე. რაც უფრო მაღალია სიხშირე და დაბალია ტაიმინგი, მით უფრო სწრაფია სისტემის რეაგირება. თანამედროვე დედაპლატები ასევე მხარს უჭერენ მრავალარხიან არქიტექტურას. ორი იდენტური მოდულის გამოყენება საშუალებას იძლევა გაორმაგდეს მონაცემთა გაცვლის სალტი სიგანე პროცესორსა და მეხსიერებას შორის. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სისტემური შეფერხებები რთული გამოთვლების დროს. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ოპერატიული მეხსიერების მოდული არის კომპიუტერული არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა მაღალსიჩქარიან დამუშავებას. მისი სწორად შერჩევა გადამწყვეტია ნებისმიერი ტიპის გამოთვლითი ოპერაციის ეფექტურად შესრულებისთვის. ახლა კი განვიხილოთ განსხვავება ოპერატიული მეხსიერების ორ უახლეს სტანდარტს შორის. DDR4 და DDR5 ერთმანეთისგან არა მხოლოდ სიჩქარით, არამედ ფუნდამენტური არქიტექტურითაც განსხვავდებიან. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა მონაცემთა გადაცემის სიჩქარეა. თუ DDR4 სტანდარტულად 3200 MHz ფარგლებში მუშაობს, DDR5 იწყება 4800 MHz-დან და 8000-ს კი აჯარბებს. ეს ნიშნავს მონაცემთა ბევრად უფრო მაღალ გამტარუნარიანობას და სისტემის გაზრდილ სისწრაფეს. მეორე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლა კვების მართვის სისტემას ეხება. DDR4-ის შემთხვევაში, ძაბვის რეგულირება ხდებოდა დედაპლატაზე. DDR5-ში კი კვების მართვის ინტეგრირებული მიკროსქემა უშუალოდ მეხსიერების მოდულზეა გადატანილი. ეს უზრუნველყოფს ძაბვის უფრო ზუსტ კონტროლს და ამცირებს ელექტრულ ხმაურს, რაც კრიტიკულია მაღალ სიხშირეებზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, სამუშაო ძაბვა შემცირებულია 1,1 ვოლტამდე, რაც ენერგოეფექტურობას აუმჯობესებს. მესამე ფუნდამენტური სხვაობა არის მეხსიერების არხების სტრუქტურა. DDR4-ის ერთი მოდული წარმოადგენს 1/64-ბიტიან არხს. DDR5-ის ერთი ფიზიკური მოდული კი დაყოფილია ორ დამოუკიდებელ 32-ბიტიან ქვეარხად. ეს საშუალებას აძლევს პროცესორს ერთდროულად განახორციელოს მონაცემთა წაკითხვა და ჩაწერა ორი სხვადასხვა მიმართულებით, რაც მკვეთრად აუმჯობესებს მრავალნაკადიანი ამოცანების შესრულებას. ასევე უნდა აღვნიშნოთ მონაცემთა დაცვის მექანიზმი. DDR5-ს აქვს ჩაშენებული შეცდომების გამსწორებელი კოდი, რომელსაც ONDAI ECC ჰქვია.
ეს ტექნოლოგია უშუალოდ ჩიპის შიგნით აღმოაჩენს და ასწორებს ბიტურ შეცდომებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეხსიერების მაღალი სიმკვრივის პირობებში, რათა თავიდან ავიცილოთ სისტემური ხარვეზები. ფიზიკურ დონეზე ამ ორ მოდულს განსხვავებული ჭრილი აქვს, რაც გამორიცხავს მათ გამოყენებას შეუსაბამო სლოტებში. ამრიგად, DDR5 არის არა უბრალოდ წინა თაობის გაუმჯობესება, არამედ მეხსიერების ტექნოლოგიის სრულიად ახალი ეტაპი, რომელიც მაქსიმალურად იყენებს თანამედროვე მრავალბირთვიანი პროცესორების პოტენციალს. გმადლობთ ყურადღებისთვის.